პატა მანჯგალაძე რატო გიზით ციხეში? ვინ არის? ვინც არის? ხო იცი? არ ვიცი, აზია არა ვარ დედა მომენტეს. ვინ არის? მითხარ ხო ზუსტად იცით რომ აი მაგალითად 150 კაცი ვიჯექით პარლამენტში. 150-ვე იცის რომ პატა მანჯგალაძე არ არის რევოლუციონერი. პატა ის ტიპი? შემთხვევით შეიძლება მოხდა სულ დღეს სულ ადგილზე. ხო და თქვენი მართლმსაჯულების სისტემა უნდა ազღავდეს იმას რომ გაარჩიოს ეხლა პატა მანჯგალაძე დამასრულებინე რა ნახე თქვენი მართლმსაჯულები შევცვალო კაცო ნახე მართლმსაჯულების სისტემა უნდა ազღავდეს იმას რომ ერთმანეთისგან განასხვაოს ნაღდი კრიმინალი და შემთხვევით არასწორ ადგილას მოხვედრილი ადამიანი თქვენ ყავთ კონკრეტულად ადამიანი რომელიც შემთხვევით არასწორ ადგილას მოხვდა და ციხეში გიზით რატო გიზით ციხეში იმიტომ რომ არცევოს კიცებულება ის იდიოტი ბოდიში ციხეში ზის რა ეს მანჯგალაძე იყო იმ იდიოტებთან ერთად არ იყო მიტინგზე არ იყო არ გადაულახია არა მაიცა კაცო მაიცა წამი ის არ გადაულახია პატა მანჯგალაძე არ გადაულახია არ ყოფილა საერთოდ დედასფიცავ არ ყოფილა იქ არ იყო მიტინგზეც არ იყო აპროსტა დაიჭირეს სახში დაიჭირეს პატა ბუტუაზესთან გადაღებული სელფის არა, ნათქვამიც ექნებოდა მე არა ნათქვამი გაშუაშია ბოდიში მე არა ვარ საქმის მოვიკითხავ მაქსი საქმეს თავიდან ბოლომდე და მოწოდება გააკეთა თუ არა მაგასაც ვნახავ მე მგონი გააკეთა და დავწერე Facebook-ში და მე კიდევ ვიკამათოთ მაგაზე შეიძლება მეუბნები რომ ვაფშე შეთქვით კაცი სახში იყო ეს იცის ყველამ ეს პერაშკეს ჩამდა და დაიჭირეს ხო და ეს იცის ყველამ და ზოგადად მე რო აქ ბოლოჯერ ვიყავი თქვენს ეთერში მაშინ ახალი დაჭერილი იყო პატა მანჯგალაძე და მაშინაც ვილაპარაკეთ ჩვენ ამაზე გავიგე ხო და აი თქვენ როცა იძახით რომ აი ვინ არისო კიდე შენი ამომრჩეველიო ის არის ჩემი ამომრჩეველი ვისაც აღელვებს სამართლიანობის საკითხი პატა მანჯგალაძე ჩემი ძმაკაცი არ არის არც არასდროს არ ყოფილა გავიგე მაგრამ მე ვიცი რომ ის უდანაშაულოა არ არის udanašaulu და ნებისმიერი ადამიანი იცის რომ ვიღაც udanašaulოა ის უნდა იბრძოდეს იმისთვის რომ სამართლიანობა აღდგეს თქვენ ხო გიყვართ ეს ტერმინი სამართლიანობის აღდგენა და udanašaulu ადამიანი გარეთ გამოვიდეს ხო მაგრამ საქმის აღწერა მაინტერესებს ეს რა არა ვერანაირ აღწერას ვერ იპოვი პატა მანჯგალაძე არ ყოფილა პრეზიდენტის სასახლესთან არ ყოფილა პრეზიდენტის სასახლესთან მიტინგიდან წავიდა სახლში მიტინგზე ყოფნის გამო თუ ხალხი ჭერთ 20000 კაცი ყავთ არა რა სისულელია კაცო ეხლა გავარკვევთ ყველაფერს ეხლავე არა ხვალზე გავარკვევთ ორჩავაც წოდინება ყველაფერი ამ საქმის შესახებ ხო და აი მე ვფიქრობ რომ იმისთვის რომ აი თქვენმა მართლმსაჯულების სისტემამ ან სიტყვებმა იმის შესახებ რომ ჩვენ უდანაშაულო ხალხს არ ვერჩით ოდნავი რეპუტაციულობა რომ შეიძინოს უნდა გამიჯნოთ ერთმანეთისგან ნამდვილი დამნაშავეები და ხალხი რომელიც უბრალოდ იმ დანაშაულის ადგილასაც კი არ ყოფილა აი ნახოთ აი პატა მანჯგალაძეზე შევამოწებ ყველაფერს მე ვიცი რომ ერთი ადამიანი ნამდვილად კაი უდანაშაულოა და თუ ერთი ადამიანი უდანაშაულოა ესე იგი არსებობს რისკი რომ სხვა ბევრი ადამიანიც იყოს უდანაშაული გავიგე გასაგებია მაგრამ მოვიკვირე